გინდა Minecraft-ის თამაში? არა, Minecraft-ი არ მომწონს. ჩემს მეგობარსაც არ მოსწონდა Minecraft-ი და იცი რა დაემართა? Creeper-ი მასთან მივიდა. რა სისულელეა ეს? რასულალური სიზმარია. ამელკა, ადექი, ვაგვიანებთ. სად? სკოლაში. რომელ სკოლაში? შაბათია. ხუმრობ? თეატრალურ კლუბში. რეპეტიცია გვაქვს. მართალია, სულ დამავიწყდა. ხელი დღე ძილზე ფიქრობდი? არ გამოვა. ადექი, ლეო უკვე გვეოდება. რას აკეთებს ის აქ? ისიც თეატრში მოდის. გამოიცანი. რა როლი მისცეს მას? იმედია, რომეო არა. ის ხე იქნება. ის ამას თავს გაართმევს. ჰეი, ყველაფერი მესმის, თუ შეურაცხყოფას ვაყენებთ, ვიტყვი რომ თქვენ გააფუჭეთ სცენარი. რას გულისხმობ? ეს სინამდვილეში ამილკა იყო. შემთხვევით მოხდა. წავიდეთ უკვე, თორემ დავაგვიანებთ. წამოდით, ვინც ბოლო იქნება, ის სველი ქათამია. ჰეი, მოიცა, ეს უსამართლობაა. მოიცა. ლეო, კარგი, შენ კლასში საუკეთესო ხე იყავი. დიახ, ნამდვილი ოსტატი. იცინე, ოდესმე დიდი მსახიობი გავხდები. ჰეი, რა ხდება? ვინ გამოიწვია ეს არეულობა? შეიძლება ძაღლი იყოს? არა, ძაღლი არ იქნებოდა. ქურდები ხომ არა? სახლში სიგნალიზაციაა დამონტაჟებული. პოლიცია მაშინვე მოვიდოდა. მაშინ ვინ არის? გაიგონეთ, ის ისევ სახლშია. იქნებ მეზობლის კატა, რომელიც შიგნით შევიდა? წავიდეთ და დავათვალიეროთ. ხმა საძინებლიდან მოდის. იქ ვიღაცაა. ლეო, მიდი, შეხედე. მეშინია, ჯობია შენ გააკეთო. ჩვენც გვეშინია. ერთად წავიდეთ. ფრთხილად, ბავშვებო. ის მწვანეა. შეიძლება შრეკი იყოს? შრეკი, შენ თვითონ ხარ. ის მას საერთოდ არ გავს. შრეკი არ არსებობს. სანტაზეც იგივე თქვი. კარგი, მაგრამ მე ვნახე. ბავშვებო, შეხედეთ ამას. ვინ არის ეს ტიპი საერთოდ? გადი გარეთ, სწრაფად. ჩუმად იყავი და ხმა არ ამოიღოთ. ლეო, იცნობ მას? როგორი არსებაა ეს? ეს კრიპერია. ოდესმე გითამაშიათ Minecraft-ი? არა. თამებ თამაშობდი, მაგრამ შვიდობიან რეჟიმში. კარგი, ესე იგი არ იცი. კრიპერი ფეთქებადი ზომბია. გაიგეთ ხმა, რომელსაც ის გამოსცემს? კი, გველივით სისინებს. ასე ემზადება ის აფეთქებისთვის. თუ მასთან ძალიან ახლოს მიხვალთ, თელ სახლს აქ ააფეთქებს. ბევრი რამე იცი Minecraft-ის შესახებ. იქნებ მაშინ გვითხრა, საიდან მოვიდა ის? ეს არ ვიცი. რა უნდა გავაკეთოთ ახლა? ის სახლიდან უნდა გავაგდოთ. კრიპერებს კატების ეშინიათ, სადოთ მისი შეშინება. კვადრობერის კოსტუმები ისევ მაქვს. შეგვიძლია ვცადოთ? კარგი, შეიძლება იმუშაოს. და თუ შიშისგან აფეთქდება? თუ კრიპერი შეშინდება, ის რაც შეიძლება შორს გაიქცევა. კარგი, წავიდეთ. ისინი სადღაც აქ უნდა იყვნენ. ვიპოვე. დარწმუნებული ხარ, რომ ეს გამოვა? მაგრამ ეს ერთადერთი რამეა, რისიც კრიპერს ეშინია. თუ შეცდომას დავუშვებთ, შეიძლება ყველაფერი აფეთქდეს. უსაქმოდ ცდომა არ შეგვიძლია. უნდა ვცადოთ. გაიკეთეთ. კარგი. ის აქეთ მოდის. სწრაფად გაიკეთეთ, ნიღბები. კატებივით მოიქეცით. კატებივით? რა თქმა უნდა.
ის თელ ჩვენ სახს ააფეთქებს. როგორ დავამშვიდოთ? არ ვიცი. შეხედე. ის დამშვიდდა. ეს ნივთი, ეს მას იზიდავს. მას აუცილებლად მოსწონს ის. ეს რა არის? ის მაინკრაფტის ჩირაღდანს გავს. უცნაურია რომ კრიპერი ასე იქცევა. თამაშში ეს არ იყო? არა, კრიპერებს როგორც წესი სიბნელე მოსწონთ. ანუ ეს კრიპერი განსაკუთრებულია? კი, ხელებიც კი აქვს. კრიპერებს როგორც წესი 4 ფეხი აქვს. ამ ცხოველს კი 2 აქვს. ის რაღაც მუტანტია. ასიე მარჯვენა ხელი. დაუშვი ხელი. ხმა. არა, ჩუმად. მაგარია, კარგი. ამ ნივთით უნდა ვუგზავნოთ. უთხარი რომ აქედან წავიდეს, ის შეიძლება აფეთქდეს და ვინმე დაშავდეს. და მართალია, კრიპერს თავისუფლად ვერ გაუშვებს. ახლა რა ვქნათ მასთან დაკავშირებით? ბრილიანტებისგან ხმალი რომ დავამზადოთ, მის მოკლას შევძლებთ. არა, ნებისმიერი დარტყმისგან შეიძლება აფეთქდეს. თქვი რომ ცოცხალ ფრინველებს სიბნელე უყვართ. მოდი კარადაში ჩავკეტოთ. მოდი იქ იჯდეს, სანამ ჩვენ გადავწყვეტ რა ვქნათ შემდეგ. უნდა გავალკვიოთ, საიდან გაჩნდა ეს კრიპერი და ეს ჩირაღდანი. ყველაფერი მოვიძიოთ აქ. იქნებ რაიმე მინიშნება ვიპოვოთ. მეორე სართულზე ადიც და მე აქ მოვძებდი. კარგი, წავიდეთ, ფლორა. წავიდეთ. მაინკრაფტის პიკექსი? არა მგონია რომ კრიპერები იყენებდნენ მას. სტივის დღიური. დღე 101. მე უნდა დავტოვო მაინკრაფტის სამყარო. მოვახერხე საკმარისი ოქსიდიანის შეგროვება პორტალის ასაშენებლად. ჩემი გამოთვლებით, თუ პორტალს სავსე მთვარეზე გავააქტიურებ, შემიძლია დავბრუნდე სახლში. სწორედ იქედან მოვიდა კრიპერი, ის პორტალიდან შემოვიდა. დანარჩენი გვერდები ამოჭრილია. თუ მათ ვიპოვი, მეც გავიგებ. ჰეი, ამელკა, კრიპერი გაიქცა. რა? ფანჯარაში დავინახეთ, ეზოში დარბოდა. არ ვიცოდი რომ მაინკრაფტის მონსტრებს კარების გაღება შეეძლოთ. მათ არ შეუძლიათ, მაგრამ ეს კრიპერი განსაკუთრებულია. იქნებ პორტალის გავლით ის უფრო ჭკვიანი გახდა? ჩვენის უნდა ვიპოვოთ. ჩირაღდანი სად არის? კარგი, სახლში დავტოვე. უნდა წავიდეთ და მოვიტანოთ. მოიცადე 1 წუთით. შეხედე რა დატოვა კრიპერმა. ისინი უბრალოდ ქვები არიან. კრიპერები მაღაროებში ცხოვრობენ, ხოლო მათ მუცელში არსებული დენთი მონელებაში ეხმარება. გინდა თქვა რომ ეს მისი ფუ, ამ ქვებში ძვირფასი რესურსებია. ნეტავ, პიკექსი გქონდეს. სახლში ვიპოვე ის. საიდან გაჩნდა? სტივმა მოიტანა. ვინ არის სტივი? მისი დღიური ვიპოვე, მაგრამ ბევრი გვერდი არ აქვს. ალბათ პორტალში შესვლისას გაიხა. მოგვიანებით მოვძებდით მას. ჯერ კრიპერი უნდა დავიჭიროთ. ოჩა, კარგი კრიპერი ხარ, მომყევი. ჩირაღდანმა ფერი შეიცვალა? ო, არა, ნუ მომიახლოვდები. ცოტას და ყველაფერი დასრულდებოდა. ჰეი, ამელკა, რაღაც ვიპოვე. როგორც ჩანს, ეს სტივის ნივთებია. მაჩვენე. მაინკრაფტის ელექსირი? ეს ნამდვილად მისი ნივთია. კიდევ რა არის აქ?
ღიურიდან ერთი გვერდი. ახლა კი გავავკვიოთ რა დაემართა მას. შეცდომა დაუშვი. პორტალმა ჯოჯოხეთში გამიშვა. ლავით გარშემორტყმულ კუნძულზე. ნავით ვერ გამოვდივარ. საბედნიეროდ, ჯადოსნური ელექსირები მაქვს. ისინი დამეხმარებიან გამოსვლაში. ეს დაგვეხმარება კრიპერთან ბრძოლაში. ჩვენ არც კი ვიცით რა შეუძლიათ მათ. იქნებ ლეო მიცის? სად არის ის? როგორც ჩანს, ეზოში დარჩა. იქ კრიპერი არის. კრიპერი ვერ დავინახე. ლეო უნდა ვიპოვოთ. წავიდეთ. მტკიცედ გამოიყურება. იმედია ეს პიკექსი გატეხავს. ლეო, რას აკეთებ? ეზოში ცოცხალი ზომბი არის და აქ ქვებს უყურებ? შეიძლება ამ ქვებში ძვირფასი რესურსები იყოს. ისინი გაგვაძლიერებენ. ამის დრო არ არის კრიპერი გარეთაა. ჩვენ ელექსირიც კი ვიპოვეთ. ელექსირი? მაინკრაფტიდან? კი, თუ ასეთი ჭკვიანი ხარ, რატომ არ გვეუბნები რას აკეთებს ეს? ლურჯი ელექსირი. ეს შეიძლება იყოს დაცვა სიცივისგან, ან პირიქითაა, გაყინვა. ანუ არიცი? უამრავი მსგავსი ელექსირი არსებობს. ამას არაფერი აწერია. მოდი პრაქტიკაში ვცადოთ და ეს კრიპერს მივცეთ. და თუ აფეთქდება, ცეცხლის ელექსირი არ არის და არ აფეთქდება. კარგი, იმედია ამ ქვაში ბრილიანტია. მოიცა. კარი ხომ არ დავკეტეთ წასვლისას? კი, კარგი. ალბათ კრიპერმა გააღო. ჰეი, შეხედე. როგორც ჩანს მშიერია, ლეო თქვა, რომ ის მხოლოდ მაღაროს რესურსებს ჭამს. უბრალოდ მაინკრაფტის სამყაროში ზეხვი არ არსებობს. კი, ზეხვი ნამდვილად მოეწონა. გაიქეცი მაღაზიაში და იყიდე უფრო მეტი ზეხვი. რატომ? იმ წამალს ავამატებთ და კრიპერს მივცემთ. იქნებ უბრალოდ ბოთლიდან წყალი დაუსხა? არა, შეიძლება გააბრაზოს წადი და ზეხვი მოიტანე. კარგი, მაგრამ ფული არ მაქვს. აი, უბრალოდ ხურდა დამიბრუნე. კარგი. სერიოზულად ვამბობ, ნაღინი არ იყიდო? კი, ვიცი, ბოლო ჯერაც ასე მითხარი. ამელკა, დრო არ გვაქვს, მივდივარ. ამასობაში ვეცდები, რომ ჩირაღდანი შევაკეთო. კარგი, რა გჭირს? ადრე ხომ მუშაობდი? ჰეი, მოიცა, ეს დაკარგული ძვირის გვერდია. ჯადოსნური ჩირაღდანი გავაკეთე, მაგრამ ის არასტაბილურია. ერთ-ერთი ელექსირი მის სტაბილიზაციაში დაგეხმარებათ. ის ყვითელი ფერისაა. ეს არის რაც მჭირდება. ყვითელი ელექსირი. თავარია მან არ გაივიძოს. დიახ, მე ზეხვეული ვიყიდე. ის აფეთქდება და ამშვიდე ის. ეს არ იხსნება. გამახსენდა, მაინკრაფტში ყველაფერი განსხვავებულად მუშაობს. ამან იმუშავა. კარგი, ჯერჯერობით გადავრჩით. ამან იმუშავა. ბრილიანტი, ნამდვილი. უფრო ზუსტად მაინკრაფტიდან, მაგრამ მაინც ნამდვილი. მე გავაკეთე, მე ვიპოვე. რა აღმოაჩინე? ბრილიანტი. და რა გინდა ამით გააკეთო? პიკექს განვაახლებ, ბრილიანტის პიკექსად გადავაქცევ. ახლავე გაჩვენებთ. უბრალოდ ასე. აი? რა თქმა უნდა, ნაჯახი გახდა, მაგრამ ეს მაინკრაფტის ყველაზე მაგარი ნაჯახია. და რატომ გჭირდება? ბრილიანტის ნაჯახით შემიძლია სწრაფად გავტეხო ქვები, ვიპოვო მეტი ბრილიანტი და გავმდიდრდე. მაგრამ უნდა გავარკვიოთ, რა უნდა ვუყოთ კრიპერს. ჩვენის უნდა დავტოვოთ, ის ბრილიანტების წყაროა. გაგიჟდი? ის აფეთქების წყაროა. ჩვენ საშიშ მონს, ჩვენ სახლში არ დავტოვებ. ის სჭირდება ჩვენს სამყაროში ბრილიანტები მაინკრაფტიდან. ისინი ძალიან ღირებულები იქნებიან. ნახავთ. ჩვენ წინააღმდეგი ვართ. მაინკრაფტის სამყაროში დავაბრუნებთ. და როგორ გავაკეთებთ ამას? უნდა
მივიპოვოთ სტივის დღიურის გვერდი და გავარკვიოთ სად არის პორტალი. Creepers იქ წავიყვანთ და სახლში გავაგზავნით ჩვენთან ხარ? არა, ბრილიანტების მოსაპოვებლად მივდივარ. დაკარგული გვერდების ზებნას ვაპირებ. კარგი, კიდევ ერთი გვერდი და დღიური აღდგება. ეს რა არის? ეს ინტერნეტის საიდუმლო ლინკია. ელექსირების აღწერა წერია. ახლა მათი გამოყენება შემიძლია. საიტზე წერია, რომ ამ წამალს შეუძლია კრიპერი დააძინოს. შენ უბრალოდ უნდა ესოლო მას წამალი. ამელკა, გონი ვიპოვე. ვინ? ის ბიჭი, Minecraft-დან, სტივი. სად? ის იქ არის, კაბინეტში. ის ჩემს სახლშია? და სად არის ის? აი ისიც. რა დაიმართა მას? კარგი, პორტალში მოგზაურობამ დამართა ეს მას. როცა თქვი, რომ მიპოვე, მეგონა რომ ცოცხალი იყო. ბოდიში, უნდა მეთქვა, რომ ჩონჩხი ვიპოვე. Minecraft-ის პიკექსი? ეს ნამდვილად ის არის. წერილი. ეს დღიურის ბოლო გვერდია. კარგი ამბავია, პორტალი ვიპოვე და შემიძლია რეალურ სამყაროში ხელახლა დავბრუნდე. ცუდი ამბავია, რამდენიმე კრიპერი გამომყვა. ცადე მათი გაგდება. ძალიან შემაწუხებელი არიან. თუ კრიპერები ჩემთან ერთად გამოვლენ პორტალში, ააფეთქებენ მას და შეიძლება მოვკვდე. იმედია ეს ასე არ მოხდება. ეს მისი დღიურის ბოლო გვერდია? ანუ ორი კრიპერი იყო? კი, ერთ-ერთი მათგანი პორტალში აფეთქდა და სტივი მოკლა. მეორე კი გადარჩა და ჩვენ სამყაროში მოხვდა. და რაც შეეხება პორტალს, პორტალი გაანადგურა და ახლა კრიპერის სახლში დაბრუნება არ შეგვიძლია. მისთვის ახალი სახლი უნდა ვიპოვოთ. იქნებ ლეოსთან წავიდეს. ალმასების მოპოვება უნდა მისი ქვებიდან. გინდა ლეოს სახლი დანგრევებად აქციო? ისეთ ადგილას უნდა გავაგზავნოთ, სადაც არავინ დაშავდება. ეს იყო ბოლო ქვა. სახლში მივდივარ. არც ერთი ბრილიანტი. ჰეი, კრიპერო, მეტი ქვა მჭირდება. გააკეთე. ცოტა მეტი. ო, მოდი მოგხსნა. ჩუმად. ო, ზეხვეული. ეს გინდა? ო, სულ ესაა, კარგი ბიჭი ხარ, ან გოგო, ვინ ხარ საერთოდ? ხედავ, ჯადოსნური ჩირაღნის გარეშეც კი დავმეგობრდით. ახლა კი ჩემთან ერთად წამოდი. სად არის კრიპერი? გაიქცა? არა, ის აუშვეს. ლეო, რას აკეთებს? ალბათ მეტი ბრილიანტი უნდა. ეს კარგად არ დამთავრდება. თუ მას არ შევაჩერებ, პრობლემები იქნება. კი, წავიდეთ. დაასრულე? ოჩახ, აი? შესანიშნავია, იმედია ამჯერად მეტ ბრილიანტს ვიპოვი. ლეო, რას აკეთებ? მითხარი, მინდა მდიდარი გავხდე მეთქი. ეს არ არის ქათამი ოქროს კვერცხებით, სასიფილო ურჩხულია. დავმეგობრდით, არა კრიპერო? სასწაულმოქმედი ჩირაღდანიც კი არ მჭირდება. და ახლა რა? ყოველხილს ეხოულს აჭმევ? მე მას მაღაროს უპოვი და ძვირფასი რესურსების საძებნად გავგზავნი. ჩვენს ქალაქში მაღარო არ არის. სინამდვილეში, იქ ძველი მიტოვებული მაღაროა, იქ ოქროსაც კი მოიპოვებდნენ. არც კი იფიქრო ამაზე, საშიშია, კრიპერი ნებისმიერ წამს შეიძლება აფეთქდეს. რა სიზამ? მას ახალ სახლს მივცემ. მისი ადგილი ჩემს გვერდითაა. თქვენ ვერ დაგვაშორებთ. ჰეი, კრიპერ! ეს ორი გააგდე, უბრალოდ არა აფეთქო. გაგიჟდი? მოიშორე ეს შენი ურჩხული. წადით და ის არაფერს არ დაგიშავებ. კარგი, ახლავე შეწყვიტე. მოიცადე ერთი წუთით. ჰეი, კრიპერ, დაიჭირე. შენ მოკალი ის? არა, უბრალოდ ცოტა ხნით დავაძინე. ჰეი, კრიპერ, გაიღვიძე. მე აქ ვარ. უსარგებლოა, ეს ჯადოსნური წამალი მას რამდენიმე საათით დააძინებს. ამელკა,
მოიცა, გონი წამალი აგერია. სტივმა ვებსაიტზე დაწერა, რომ მწვანე წამალი მონსტრებს აძინებს, როგორც ჩანს ეს მონსტრებზე არ მუშაობს. არა, ეს კრიპერებს აღიზიანებს. თუ არ დამშვიდდება, ყველას აგვაფეთქებს. შირაღდანი გჭირდება ადრე დაგვიხმარა. გარეთ გავალ და მის დამშვიდებას ვეცდები. თხილად იყავი. ჰეი, კრიპერ, შენი საყვარელი შირაღდანი. რა ხდება? რატომ არის მწვანე? ისევ არასწორი ფერი. არ იმუშავა? შირაღდანი კვალ გაფუჭდა. გაკეთება შეგიძლია? არა, ჩვენ მხოლოდ ერთი ელექსირი გქონდა. ამიტომ სხვა გზა უნდა ვეძებოთ. ლეომ ძეხვით დაამშვიდა. შემიძლია მაღაზიაში წავიდე. როგორც კი წახვალ, კრიპერი მაშინვე თავს დაგვესხმოდა. ვიცი, რას უნდა ვქნა? მართლა? ამელკა, ლურჯი ელექსირი ხომ არ გინახავს? ბრილიანტივით ლურჯი? მეც ვნახე ასეთი. მომეცი და კრიპერს მე მოული. რატომ? რა არის ეს წამალი? დაგვეხმარება იმაში, რომ ბრილიანტის ფიქექსი ბრილიანტის ხმალად გადავაქციო. კარგი, რასაპირე? კრიპერს გავაჩერებ და სახლს გადავარჩენ. გინდა კრიპერის მოკლა? ეს საშიშია, ის აფეთქდება. არა, თუ ყველაფერი სწრაფად გაკეთდება. უკეთესი იდეები გააქვთ? არა? მაშინ ელექსირი მომეცით. აიღე. დარწმუნებული ხარ? მართალი იყავი, კრიპერი საშიშია, უნდა შევაჩერო. არა, ვერ ვუყურებ. ანდა ვუყურებ. მიდი, ლეო, ჩვენ გჯერა შენი. ვაუ, იმუშავა. ოჩახ, ლეო, შენ ეს შეძელი, ის რომ აფეთქებულიყო, ჩვენი საქმე სუდად იყო. ეს ჩემი ბრალია. არ უნდა გამეშვა იგი. მისი დახმარება ვერ შევძელით. სხვიოს ნუ ჩამოუშვებ. დამთავრდა. უსაფრთხოდ ვართ. მაგარი ვიდეოს გადავიღეთ. მეგობრებო, იმედია მოგეწონათ ჩვენი ვიდეო. დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. კარგი, კომენტარებში დაწერეთ. რომელი მაინკრაფტის პერსონაჟი მოგწონთ ყველაზე მეტად. მეგობრებსაც გაუზიარეთ ეს ვიდეო, მათაც აყურებინეთ. და ასევე დააჭირეთ ზარის ხილაკს, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. ნახვამდის ყველას!